გადიგა მოდიგა ბედეკუთანო მე შენიც ქერით ნაღველი მშორდება მანი ღირღი დავგუღია დუთხარო იქნება სულ ეს ხვალ ჩემი ოცნება გამარჯობა, მე ნინო ბაშარული ვარ, თქვენ უყურებთ გადაცემას ფერმა. ჩვენ ახლა თიანეთის რაიონის სოფელ ერწოში ვიმყოფებით და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გადაღება მოგვიწევს ამ არაჩვეულებრივი ბუნების ფონზე. მე გაგაცნობთ 29 წლის დამწყებ ფერმერს და ვნახავთ, როგორ გადაიქცა სპორტსმენი მეცხვარედ. მე ვარ უტა ციკლაური, 29 წლის. დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ამჟამად ვიმყოფები თიანეთში, კერძოდ ერწოს რაიონში. სურვილი მქონდა იმის, რომ მეკეთებინა ჩემი საქმე, იმიტომ რომ რასაც უყურებდი, არც ერთი სამსახური არ არის სტაბილური. აქ პაპადაბებია მყავდა რა და რო ჩამოდიოდი ხოლმე სიტყვაზე არ დადეგებზე აქ, ამ ყველაფერმა გამიჩინა პირუტყვის სიყვარული. მანამ ამ ყველაფერს დავიწყებდი და ნაბიჯს გადავდგავდი, უამრავ ადამიანთან გავიარე, ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია, რა პრობლემებთან იყო, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რო წარმოდგენა შემქნოდა მეტნაკლებად. ეს ყველაფერი არის ძალიან დიდ შრომასთან და წვალებასთან დაკავშირებული, რაც არ უნდა მე გადმოგცეთ თეორიულად, ამ ყველაფრის ფასს ალბათ ბოლომდე პრაქტიკიდან გამომდინარე თუ მიხვდებით. სხვარი არ მყავდა, 24 წლის ვიყავი, მაშინ როცა გადავწყვიტე ცხვრის ყიდვა, გადავწყვიტე გამიკეთებინა სამომხმარებლო სესხი. ნუ ცოტა ღიმილის მომგვრელი შეიძლება კი იყოს, მაგრამ იმდენად მქონდა სურვილი ჩემი საქმიანობის წამოწყების და რაღაცის კეთების, რომ ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმისთვის ნაკლებად მონგებიანი იქნებოდა, მაგრამ მაინც გადავდგე ეს ნაბიჯი. გამომდინარე აქედან დავიწყე 2011 წელს ვიყიდე 100 სული ცხვარი. და იქ იმის მერე მოვდივარ ამ წვალებაში, შრომაში. მარტო ესე ჩემი თავის იმედი არ მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ მამა გვერდზე მედგა და მე და მამამ დავიწყეთ ყველაფერი ამის კეთება. თავიდან როცა გადავწყვიტე მეცხვარეობა და გაიგეს ეს ჩემ გარშემო მყოფმა ადამიანებმა, ძალიან გაუკვირდათ. ფაქტიურად ვერ წარმოედგინეთ, რომ შეიძლებოდა მე წამოსულიყავი თიანეთში და ცხვართან გამეტარებინა კვირები, თვეები და ასე შემდეგ. მაგრამ დღესდღეობით უკვე დარწმუნებულები არიან, რომ მე მივალ იმ მიზნამდე და გავაკეთებ იმას, რისი სურვილიც მაქვს. შრომა არ არის სასირცხვილო ამბავი და მით უმეტეს სოფელში შრომა ეს ძალიან კაია. სხვანაირი სურნელებაა საერთოდ, სხვანაირი გარემოა, რაც არ უნდა დაძაბული ვიყო, აქ მშვიდდები. ვფიქრობ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს იმით, რომ ჩემი საქმიანობით ჩემ ქვეყანას დავეხმარო რაღაცით, რა დავასაქმო ხალხი. და ვაწარმო ყველი, ხდებოდეს რეალიზაცია მატყლის. ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ არავის დამოკიდებულები არ ვიყოთ და ჩვენით მოვახდინოთ რაღაც წყაროების გამონახვა იმისთვის, რომ ამ ცხვარს რეალიზაცია გავუკეთოთ რა. მე ვარ ლუკა ბელაშვილი. დავდივარ სკოლაში, ახლა გადავედი მერვე კლასში. უტას მეზობელი ვარ მე და უტა როცა ქალაქშია, მე უშვებ ცხვარს. საიდანაც ცხვარი ამოყავ დაბლნა სოფელში ხო ყავ ცხვარი და ამოვიყვან ცხვარს მაღლა და იქ ვაბალახებთ ხოლმე ზემოთ. როცა ზემოთ აყავ, საყოსო ვკრებავთ, ცეცხლს ვანთებთ და ვწვავთ. ახლა სანამ წემსი არ აყავ, ვეხმარებ. უტა ამჟამად რამდენი სული ცხვარი ყავს და რა ჯიშის? ამჟამად არის 300 სული ცხვარი და არის თუშური ჯიშის. თუშური ჯიშის ცხვარი არის იმიტომ, რომ ჩვენ კლიმატურ პირობებს შეესაბამება აბსოლუტურად რა. არის პირობებს კარგად ეგუება. კი ბატონო, არის
ყინვაგამძლე, ასე თუ ისე და ნუ სიცხესაც იტანს. სადამთაბარებ ხოლმე. ვამთაბარებ თიანეთის რაიონში, ჯერჯერობით ჩემს სოფელში, მაგრამ მომავალი წლიდან უკვე მომიწევს მომთაბარეობის დაწყება. უკვე მთის და ბარის საძოვრები მჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ უნდა დავიწყო წველა და ყველის დამზადება რა. პლუს ამას ჩვენი საძოვრები ახლა ამჟამად სადაც ვიმყოფები, აღარ ყოფნის რაოდენობა მომავალ წელს გაიზრდება და შესაბამისად ვეღარ აიტანს. იქიდან გამომდინარე, რომ აქ ალბათ ადგილიც პატარაა. ხარში გაფართოებას აპირებ. რა თქმა უნდა. წარმოებას ყველისას და ამიტომ გჭირდება ახალ-ახალი ადგილები. საძოვრები. კი ბატონო, კი, აუცილებლად საჭირო არის იმისათვის, რომ წველა დავიწყოთ. მთის ბალახი არის საჭირო ჩვენი ცხვრისთვის. იცი სად არის ყველაზე კაი ხარისხის ბალახი? არის კი რამოდენიმე მთა, რომელიც არის აბსოლუტურად საარგებელი ჩვენი ცხვრისთვის. და რა ფინანსურ ხარჯთან არის დაკავშირებული დამთაბარება? როდესაც მთის საძოვრებზე მიდიხარ, არის გადასახადები, რომელიც დღესდღეობით ცოტა გაძვირებული არის წინა წლებთან შედარებით, მაგრამ თუ გვინდა განვითარება და თუ გვინდა წინ წასვლა და საქმის უფრო მეტად ჩამოყალიბება, უნდა გადავიხადოთ აუცილებლად, მაგრამ უკეთესი და უმჯობესი იქნება თუ ეს გადასახადები დაიწევა კი. ცხარს რომ წაიყვან, მწყემსიც უნდა წაიყოლო თუ შენ თვითონ წახვალ? რა თქმა უნდა, მეც ვიქნები ცხრის გადარეკვას, როდესაც მოხდება, აუცილებლად ვიქნები ჩართული გადარეკვის პროცესში, მაგრამ მწყემსი არა, მწყემსები დამჭირდება რა. თუ სიტყვაზე აქ მჭირდება ერთი მწყემსი გადარეკვის პერიოდში, სავარაუდოდ კი 3-4 მწყემსი მაინც იქნება საჭირო, კი, იმიტომ რომ არეკვა ძალიან რთულ პირობებთან არის დაკავშირებული, ასე ვთქვათ, გზაზე უამრავი საფრთხეების ალბათობა არის და გამომდინარე აქედან არის საჭირო. პლუს ამას, როდესაც მთაზე ახვალ და დაიწყებ იქ წველას შესაბამისად მეტი მწყემსი დამჭირდება რა. დამჭირდება სადღაც 4-5 მწყემსი დაახლოებით მაქსიმუმ. კი, მინიმუმ 3 აუცილებლად. შესაძლოა ჩვენს გადაცემაში გქონდა თუშეთში გადაიღეს და იქ რამდენიმე მწყემსი ყავდათ და ნამდვილად მკაცრი პირობებია, გადარეკვის დროს საკმაოდ ბევრი რისკია და ეს უნდა გადალახონ და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მწყემსზე, როგორ გადარეკავს და როგორ გადენის ცხვარს. რა თქმა უნდა, გზაში უამრავი საფრთხეები იქნება ხოლმე. აუცილებლად დიდი ყურადღება არის 100 თვალი და 100 ყურია საჭირო გადარეკვის პერიოდში, იმიტომ რომ იქ ზოგი ცხვარი კოჭლდება, ზოგს რაღაც უფრო უარესი მოსდის. პლუს ამას არის ნადირის საშიშროება, კი ბატონო, საფრთხეები. გამაინტერესებს ახლა რო თქვი, რომ შეიძლება რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცხვარს დასჭირდეს ვეტერინარული დახმარება. მწყემსი ამ როლსაც ითავსებს? მწყემსი ის არ არის მხოლოდ რომ დილით ცხვარი გამოიყვანოს ბინიდან და საღამოს მიიყვანოს. რა მწყემსი მეტნაკლებად უნდა იყოს გაცნობიერებული, როდის რა პრობლემასთან აქვს ცხვარ საქმე რა. ან პეპელაზე დამუშავება იქნება თუ სხვა დანარჩენი დაავადებები, უნდა წარმოდგენა ჰქონდეს რა დროს რა ჭირდება, რითი შეუძლია დახმარება. იმიტომ რომ ყოველთვის ვეტერინარი არ არის ჩვენს გვერდით, ვერ გვეხმარება, ესე როცა ჭირდება, არ ვარ მეც შესაბამისად სუმუდა მაგ და გამომდინარე აქედან უწევს იმ ადამიანს, იმ წყემს, ვინც ჩვენთან მუშაობს, ამ ვეტერინარული საქმიანობის, ხო. და შენ თვითონ შენ თავს როგორ თვლი? ხარ მწყემსი? იცი რა, ჩამოყალიბების პროცესი მიდის რა, ესე ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რომ ვისაუბროთ იმაზე, რომ მე უკვე მწყემსი ვარ. არა, მე ძალიან დიდი დრო მჭირდება სავარაუდოდ იმისთვის, რომ ბოლომდე ჩამოვყალიბდე და ესე თქვა, რომ მე უკვე რაღაცა გავაკეთიან, უკვე რაღაც ვიცი რა. შენ საიდან იღებ ამ ცოდნას? კონსულტანტი ყავს? აქამდე ჩემი ცოდნის წყარო იყო მამა ჩემი, რომელიც მედგა ხოლმე გვერდით და აბსოლუტურად ვიღებდი ხოლმე კონსულტაციებს მამისგან.
მაგრამ 2 წლის წინ დამეღუპა მამა სამწუხაროდ და დღეს ეს ამ ყველაფერი ინფორმაციის მოძიება მიწევს ჩემი მეგობრებისგან, ბექა გონაშვილისგან და კიდე არის რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც გავდივარ ამ კონსულტაციას და ისინი მეხმარებიან აბსოლუტურად ყველა იმ შეკითხვაში თუ იმ გადაუჭრელ მდგომარეობაში, რის წინაშეც დავდგები ხოლმე. უტას საძოვრებზე გამოყავს ცხვარი, იკვებება ბალახით, მაგრამ დამატებით სჭირდება საკვები და რით იკვება? დამატებით საკვები ძირითადად ზამთრის პერიოდში გვჭირდება, როცა არის გამოუვალი მდგომარეობა, არის დიდი თოვლი, არის დოლი, როცა ცხვარი ვერ იკვებება და ბატკანი ყავს გასაზრდელი, ამ შემთხვევაში დამატებით ვაჭმევთ ქერს, შვრიას, ქატოს და ამით გვიწევს გამოზამთრება ხოლმე. ძირითადი დამატებითი საკვები არის ზამთრის პერიოდში. ზაფხულში ბალახზე ვართ დამოკიდებული. ამ საკვებს ყიდულობს სადმე თუ შენი გაქვს? იცი რა, წინა წელს მქონდა ჩემი შვრია დავთესეთ და მოვიყვანეთ, მაგრამ არ არის ის რაოდენობა საკმარისი, ყიდვა მიწევს ხოლმე. მიწევს ხოლმე მაინც ყიდვა. ეს რა საკისაა უტა? ეს არის 2 კვირის. და ყველაზე უფროსი რა საკისაა? ყველაზე უფროსი არის 4-5 წლის რა. 5 წლის. 5 წლის. კი ბატონო. აი სარეალიზაციოთ გაყიდვის დროს ყველაზე შესაფერისი პერიოდი რა პერიოდია? თოხლი, ესე ვეძახით რა, თოხლი ქვია. ატკანიც არ არის და ცხვარიც რო არ არის რა, ეს პერიოდი არის თოხლი. მოზარდი. კი ბატონო, რა ის შუაში რომ არის. ეს ნახე როგორ მომენტო, ესეთი ბრიყვია ყოველთვის. კი, ეგ ისეთი ბრიყვია, შეუძლია საერთოდ ცხვარი ისეთი ბრიყვი არის, რომ გელმა რო გაუაროს, ესე გაყვებიან და ბუნაგამდე თავის ფეხით მივლენ რა. ამ მტერს ხახაში თავისი ფეხით უვარდება? კი, ძალიან ბრიყვები არის. ერო შეიწადი დედასთან. დედით გადა. დიდი. უტა ისეთი არაჩვეულებრივი გარემოა, ისეთი ბუნება, ეს იალაღები, ეს მინდორველები, მთები, რომ ალბათ ყველაზე მშვიდად და თავისუფლად გრძნობ აქ თავს. აქ რო ჩამოვდივარ, ძალიან წყნარდები და მშვიდები. გამომდინარე იქიდან, რომ ბუნება არის ადამიანის პირველი მეგობარი, იმიტომ რომ ძალიან გამშვიდებს და გაწყნარებს რა. კი, ხო და ეხა ჩამოვსხდეთ ჩემო კარგო იალაღებზე და გავაგრძელოთ საუბარი. უტა ცხვარს დაავადებებისგან როგორ იცავ? ვეტერინარის დახმარება გჭირდება? წელიწადში 2 ჯერ მე თვითონ ვამუშავებ ცხვარს დაავადებისგან. ძირითადად პეპელზე ვამუშავებ ხოლმე. აგვიხსენი რას ნიშნავს? ეს არის ეს ხველება ეგესმით ხმები, როცა ცხვარს ახველებს, ეს არის ფილტვის დაავადება არის, რა უჩნდება ჭია და ამაზე ვამუშავებ ხოლმე წელიწადში 2 ჯერ. მე ძალიან მიყვარს გუდის ყველი და იმედია პერსპექტივაში გააქვს რომ აწარმოეს ყველი. აუცილებლად მომავალი წლიდან ვიწყებ ყველის წარმოებას. მომავალი წლიდან. კი ბატონო. მანამდე რატო არ გარისკე? იმიტომ რომ როდესაც ყველი წარმოებაზე მიდის საქმე, დოლი ერთნაირი უნდა კონდეს პირველ რიგში, შემდეგ მთა უნდა კონდეს. შემდეგ რაოდენობა უნდა ყავდეს ისეთი, რომ რენტაბელური იყოს წარმოებასთან და აქედან გამომდინარე ვერ ვაწარმოებ. ცხვრისგან რას აწარმოებ კიდე? მაგალითად მატყლს თუ აწარმოებ? მატყლს ვაწარმოებ, შარშან ჩავაბარე, იყო მიმღები პუნქტი, მაგრამ იმის მერე გაჩერებულები ვართ. მოგეხსენება წელიწადში 2 ჯერ იპარსება ცხვარი გაზაფხულზე და ზამთრის პერიოდში. და ერთი გაპარსვა ესე იგი ჩავაბარე და მეორე გაპარსვა ვერ ჩავაბარეთ რა. მეცხვარეობა შენთვის წინაპრის საქმის გაგრძელება თუ სარგებლიანი საქმე? უბრალოდ. ფაქტიურად შეიძლება იმის თქმა, რომ არის მეცხვარეობა ჩვენი წინაპრის საქმის გაგრძელება. მომავლისთვის ვაპირებ, რომ ეს საქმე იყოს მომგებიანი და იყოს უკვე ჩემი ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ შეხარ დამწყები მეცხვარე, რას ურჩევ მათ, ვინც ახლა კიდებს ამ საქმეს ხელს? ეს საქმე არის დამოკიდებული ძალიან დიდ პრობლემებთან, მაგრამ ადამიანს, რომელსაც შრომა არ ეზარება, რომელიც ფიქრობს, რომ აუცილებლად მიაღწევს თავისი შრომით მიზანს, ყოველთვის გაუმართლებს. მე მჯერა 2 რაღაცის
უფლისნების და ჩემი ორი ხელის. როდესაც ამას იწამებს თითოეული მათგანი, ვინც ამ საქმიანობაში იქნება ჩართული, აუცილებლად ყველა გაჭირვებას, ყველა პრობლემას გადალახავს. მე გისურვებ, რომ შენი ამ ორი ძლიერი ხელით მიგეღწიოს ყველა წარმატებისთვის, რასაც ჩაიფიქრე. უღრმესი მადლობა თქვენს, ასევე ყველაფერ კარგს გისურვებ. მადლობა დღევანდელი დღისთვის, კარგი მასპინძელი იყავი. ახლა კი დადგა დრო შემოგთავაზოთ დემეტრე ერგემლიძის სიუჟეტი. რით იკვებება საქართველოს მოსახლეობა? რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი რაციონი და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად Oxfam-მა 2015 წელს რამდენიმე კვლევა ჩაატარა. კვლევების შედეგებს გასულ კვირას დაინტერესებული პირები და სახელმწიფო პოლიტიკის გამსასვლელი ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. მონაცემები შესწავლილი იყო რამდენიმე მიმართულებით. კვლევაში გამოიყოფა გენდერული თავისებურებები, ასევე ასაკობრივი თავისებურებები არის შესწავლილი არის გეოგრაფიულად რა განსხვავებაა მრავალფეროვანი საკვების მოხმარებასთან დაკავშირებით და ასევე სეზონურად როგორი დამოკიდებულება არსებობს მრავალფეროვან საკვებთან დაკავშირებით. კვლევებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოავლინა. საქართველოში მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს. ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე. ქალების 50% რეკომენდებული 10 ჯგუფის საკვების ნაცვლად 4 ჯგუფის საკვებს მოიხმარს. მაშინ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ან მეტი ჯგუფის საკვებს. სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს მოსახლეობის 50%-ს აღენიშნება. ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. მოსახლეობის 61% ხორცისა და თევზეულის, 45% ხილისა და ბოსტნეულის, 21% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის. ოჯახების 14% სისტემატიურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად. 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებითა და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. როგორ უნდა შეიცვალოს არსებული მდგომარეობა? ამ საკითხზე კონფერენციის წევრებმა იმსჯელეს. მთავარი გზავნილი აქ არის ის, რომ ადგილობრივი წარმოების ხარდაჭერა უნდა მოხდეს. ადგილობრივი წარმოება ეყრდნობა ძირითადად მცირე გლეხობას, რომელიც შეადგენს 98% სოფლად მეწარმეების. ისინი არიან დაბალკონკურენტუნარიანები, ისინი ვერ აწარმოებენ საკმარის, რომ ჭარბი პროდუქცია გაჩნდეს ადგილობრივ ბაზარში და გაჯერდეს და შესაბამისად ქვეყანა რომ დამოკიდებულია იმპორტზე, ეს იწვევს სურსათზე მაღალ ფასს. სურსათზე ხელმისაწვდომობა განსხვავებულია საქართველოს მთიან რეგიონებში. ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა და მკაცრი კლიმატური პირობები ხელს უშლის ადგილობრივ ფერმერებს აწარმოონ თუნდაც თვითუზრუნველყოფისათვის საკმარისი სურსათი. მთაში სიტუაცია უფრო რთულია და მოითხოვს სპეციფიურ მიდგომას. ის მთის კანონი, რომელიც მიღებული იქნა, არის ძალიან ზოგადი და უნდა ითქვას, რომ ჩვენთან რამდენი მთის რეგიონი და მუნიციპალიტეტია, იმდენად სპეციფიური სიტუაცია, ამიტომ საჭიროა ყველგან იყოს ცალ-ცალკე პროგრამული მიდგომა, ანუ რომ არ დაიკარგოს ეს სპეციფიკა. კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები მთავრობისათვის რეკომენდაციებსაც მოიცავს. იმისათვის, რომ ქვეყანაში სურსათის უსაფრთხოება დაცული იყოს, საჭიროა შემუშავდეს მცირე მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები. ფერმერიც უნდა იყოს აქტიური. ანუ ის პასიური პოზიცია, რომ მე პატარა ვარ, მე არაუპირატეს მდგომარეობაში ვარ და აბა არ იქა და მომეცით რესურსი, მომეცით ფული, ეს არის აბსოლუტურად არასწორი პოზიცია. ფული და რესურსი ხელმისაწვდომი უნდა იყოს უნარიანი ადამიანისთვის, რომელიც არის ბიზნესზე ორიენტირებული და რომელიც არის მოწოდებული იმისთვის, რომ თავისი საქმიანობით ქვეყანაში წვლილი შეიტანოს საერთოდ ქვეყნის განვითარებაზე. გარდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა, ექსპერტები ამბობენ, რომ აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს კვების პოლიტიკის ერთიანი დოკუმენტი და მონიტორინგის სისტემა. ყველაზე მთავარი კი მაინც მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლებაა. ჩვენ კვლევარებმა, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებმა შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ რა უნდა შეჭამოს ადამიანმა და რა სჭამს, ეს უკვე თვითონ მისი გადასაწყვეტი და მისი გასაკეთებელია და როდესაც ის შეიარაღებული არის საჭირო ცოდნით, ის გაცილებით უკეთესად აკეთებს არჩევანს ჯანსაღი კვებით პროდუქტის მიმართ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული კვლევები ჩატარდა, ევროკავშირის დაფინანსებით სამხრეთ კავკასიაში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანი გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავებაა.
კახეთში ატმის სეზონი დაიწყო. გადამამუშავებელმა საწარმოებმა ნედლეულის მიღება რამდენიმე დღე არაც დაიწყეს. გასულ კვირას პროცესი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს. საწარმოს 1 საათში 1500 ტონამდე ატმისა და ვაშლატამას მიღება და დახარისხება შეუძლია. კომპანია სამაციურე მეურნეობებსაც ფლობს, სადაც 400.000 ტონამდე ხილისა და ბოსტნეულის დასაწყობებაა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ქართულ ატამზე მოთხოვნა უკრაინიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და რუსეთიდანაა გაზრდილი. ხილის შაბარების სეზონი დაიწყო. დღეს არის პირველი დღე, როდესაც ერთი ფანჯრის პრინციპით ისევე როგორც იყო გასულზე ჩვენ დავიწყეთ ხილის მიღება. აქ ჩართულია როგორც სოფლის მეურნეობა, ისე ფინანსთა სამინისტრო, ადგილობრივი ხელისუფლება და ერთიანი ძალებით ხდება, რაც შეიძლება დაჩქრებულ ვადებში მთელი პროცედურების გავლა, ასევე შეფერხებები არ არის საზღვარზე. კახეთის რეგიონში გაიხსნა 51 ახალი საწარმო. რაც შეეხება აღნიშნულ საწარმოს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ქართული ხილის კომპანია გააკეთა განახორციელა ინვესტიცია 1 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტით ნასარგებლების თანხა შეადგენს $600,000 და $400,000 შესაბამისად არის საკუთარი ინვესტიცია. კახეთის რეგიონში ხორბლის აღებაც დაიწყეს. წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80,000 ჰექტარზე მეტს, ხოლო ქერის 40,000 ჰექტარზე მეტს შეადგენს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია შეპეს მექანიზატორის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისათვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი 80 ერთეული კომბაინია მობილიზებული. ჩვენს მუნიციპალიტეტში სასამართლო თავთავიანი კულტურები განლაგებული არის დაახლოებით 25,000 ჰექტარზე. ფაქტიურად 10 წლები ამდენი ნათესი რაიონში არასოდეს არ ყოფილა. უამედობის გამო მოსავლის აღება ცოტა გვიან დავიწყეთ. ფაქტიურად მე-4 დღე არის, მოსავალი არის ძალიან კარგი, მოსახლეობა კმაყოფილი არის. 100 ჰექტარზე გვიწესია, ცოტა ამინდი გვიშლის ხელს, თორემ მოსავლის აღება ნორმალურად მიმდინარეობს. კომბაინები წესრიგშია, გამართულია, ავტო გამზიდი მანქანები საკმარისია და ნორმალურად მიმდინარეობს მოსავლის აღება. ცხრის კვება. ცხრის ნორმირებულ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს თვით ცხოველის ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის საქმეში. ფერმერებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ პირველ რიგში საკვები ბაზის შექმნაზე ცხრის შენახვის სისტემიდან გამომდინარე. ჩვენს პირობებში ცხრის 75% მომთაბარულ სისტემას ექვემდებარება. ფერმერმა უნდა იზრუნოს ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების შეძენაზე სხვადასხვა ფორმით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზამთრის საძოვრები დაბალყუათიანია. დადგენილ იქნა, რომ ზამთრის საძოვრებზე ცხვარი ეკმაყოფილებს საკვებზე მოთხოვნილებას 33-34%-ით, ესე იგი ფაქტიურად შიმშილობს. ამიტომ ფერმერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 1 ჰექტარ ზამთრის საძოვარზე ძოვდეს 1 სული ცხვარი. საჭიროა მარაგის სახით იქონიოს როგორც უხეში, ისე წვნიანი და კონცენტრირებული საკვები. 1 სულზე 120-130 კილოგრამი თივა, 25-30 კილოგრამი კონცენტრატი და 120-130 კილოგრამი სილოსი ან სენაში. ფერმერს პროდუქციის წარმოება იაფირო დაუჯდეს უმჯობესია თვითონ აწარმოს ცხვრისათვის საკვები, რისთვისაც საძოვრის გარდა უნდა ფლობდეს სახნავსა და სათიბს. ზამთარში 1 სულ ცხვარს უნდა მიეცეს დღეში 1-1.5 კილოგრამი კარგი ხარისხის თივა, 0.3 კილოგრამი კონცენტრატი ან კომბინირებული საკვები და 2 კილოგრამი სილოსი ან სენაში. ზაფხულის საძოვრებზე, როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე ბალახი გამოირჩევა მაღალყუათიანობით. აქ დამზადებული თივის კვებით ღირებულება 0.5-0.6 საკვები ერთეულია. მწვანე მასის საჰექტარო მოსავლიანობა 2-2.5 ტონა და შესაძლოა 1 ჰექტარზე 4-5 ცხრის იალაღობა. აგვისტო-სექტემბერში ზოგჯერ საძოვრების მოსავლიანობა შედარებით მცირდება და ფერმერს უნდა ჰქონდეს სადაზღვეო საკვები კონცენტრატების სახით 1 სულზე 0.2-0.3 კილოგრამის ოდენობით. საიალაღო სუქების ბოლო პერიოდში თუ გასაყიდ თოხს არ მიეწოდა კონცენტრატი, ის იკლებს ცოცხალ მასაში და ასეთ ცხოველს ფასის დაბალი აქვს. საზაფხულო საძოვრებზე აგვისტო-სექტემბერი ცხვარი ინერბება და ნერვებსა და ვერძებს ამ პერიოდში უნდა მიეცეთ 0.3 კილოგრამი კონცენტრატი, ხოლო ვერძებს დამატებით დღეში 2-3 ცალი უმი კვერცხი სპერმა პროდუქციის გასაუმჯობესებლად.
ასეთი იყო ერთი დღე მეცხვარეთ ქცეული სპორტსმენის ფერმაში. მართალი გითხრათ, მე ყოველთვის მიხარია სოფელში წინაპართა კერაზე მიბრუნებული ახალგაზრდა ფერმერების გაცნობა. სოფელი ახალგაზრდავდება ამ დროს. ასე რომ არ გამოტოვოთ და უყურეთ ყოველ კვირას ფერმას, რადიო ერთზე უსმინეთ სოფლის დილას და იქნებ თქვენც გაგიჩნდეთ საკუთარი მეურნეობის შექმნის სურვილი. მე უკვე გამიჩნდა. ხანში შესულო მეცხვარე, შენ ისევ გიმღერს გულია. ხანში შესულო მეცხვარე, შენ ისევ გიმღერს გულია. ხანში შესულო მეცხვარე, შენ ისევ გიმღერს გულია. მასშტაბი ჯერო არა გაქვს, ბალღობა და კარაგულია. მასშტაბი ჯერო არა გაქვს, ბალღობა და კარაგულია. მასშტაბი ჯერო არა გაქვს, ბალღობა და კარაგულია. ჩემი ცხოვრების სიმწარე არ გამაითქმის ენითა, ცხვარს მივდევ ჩაფიქრებული ჩექლიმზე ჯოხის ბჯენითა. ცხვარს მივდევ ჩაფიქრებული ჩექლიმზე ჯოხის ბჯენითა. მოვადრო დავიკარგები თავისი ბედის წერითა. აქ კი გავწირავ სახსოვრად ნაწერებს ხანჯლის წერითა. აქ კი გავწირავ სახსოვრად ნაწერებს ხანჯლის წერითა. ხანში შესულო მეცხვარე, შენ ისევ გიმღერს გულია. ხანში შესულო მეცხვარე, შენ ისევ გიმღერს გულია.